შაკიკი არის რთულად განსაკურნი დაავადება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ სამწუხაროდ კომერციული პროტოკოლური მედიცინა ორგანოტროპულია. ანუ მარცხენა ხელის ცერა თითის ექიმი, მარჯვენა ფეხის ნეკა თითის ექიმი, გულის მარჯვენა პარკუჭის ექიმი და რაღაც ეგეთი იდიოტიზმებია, რომ ვერასოდეს ადამიანი ვერ განიკურნოს, არ მოკვდეს, მაგრამ ვერ განიკურნოს. და უმეტესობა დაავადება არის მრავალმიზეზიანი. და კონსილიუმი შეკრიბო სადღა ეგ სიამოვნება, ხო, ადრე როგორც იყო. ამიტომაც შაკიკი პრაქტიკულად განუკურნებელია თუ თვითონ რაღაცა პაციენტმა რაღაც არ იპოვა. ექიმების მხრიდან, კომერციული მედიცინის, პროტოკოლური მედიცინის მხრიდან განუკურნებელი დაავადებაა პრაქტიკულად და საწყალი ადამიანი იტანჯება მთელი ცხოვრება. და სიკვდილს ნატრულობს. იმიტომ რომ მინიმუმ 2 მიზეზი აქვს, ეს არის ტვინის ნევროლოგიური, ანუ შიდა ტვინის შიგნით პრობლემები და სისხლძარღვოვანი პრობლემები. და როგორც წესი, მესამე მიზეზიცაა სანაღლეგზების სპაზმი, რომელიც კიდე ცალკე იწვევს პროვოცირებას სისხლძარღვოვან დისრეგულაციებს, ჰემოდინამიკის დარღვევებს. რაში მდგომარეობს შაკიკის მექანიზმი? ტვინში სისხლი კარგად მიეწოდება, მაგრამ ტვინიდან რთულად გამოდის, იმიტომ რომ სპაზმია კისრის ვენების. წარმოიდგინეთ ახლა რა ხდება ტვინის სისხლძარღვებში, არტერიებში. ისინი უბრალოდ დიდდებიან. იზრდება წნევა. სისხლი აწვება სისხლძარღვებს, ისინი დიდდებიან დიამეტრში და წარმოიდგინეთ აწვება ეს ყველაფერი ტვინს. როგორც წესი ეს ხდება მხოლოდ ერთ მხარეს, თუმცა ორივე მხარესაც შეიძლება. ეს იგულისხმება კისრის კუნთების სპაზმი, ან მარჯვენა მხარეს, ან მარცხენა მხარეს. და ამის გამო სისხლის გასვლა ტვინიდან არის გაჭიანურებული. რა თქმა უნდა, ეს იწვევს ტკივილს. ამიტომაც შაკიკის მკურნალობისას უდიდესი და მთავარი ყურადღება მიაქციეთ კისრის კუნთების დაჭიმულობა, დაძაბულობას და კისრის მალების, ხერხემლის მალები გულისხმობა, მათ მდგომარეობას და ასევე სანაღლეგზების მდგომარეობას, რომ დამატებით არ იყოს სპაზმის სტიმულაცია. მოგეხსენებათ, შაკიკის დროს ადრე თუ გვიან ყალიბდება ხმაზე გაღეზიანება და ეს ძაბავს კისრის კუნთებს და შუქზეც გაღეზიანება და ესეც დამატებით ძაბავს კისრის კუნთებს. სინამდვილეში შაკიკის მკურნალობა არ არის რთული, ის ხანგრძლივია ნამდვილად, ერთ თვეში და სამ თვეში ესეიოლად, სრულად ყოველ შემთხვევაში არ ალაგდება, მაგრამ თუ კისრის კუნთების მოდუნება არ მოხდება, არასოდეს შაკიკი არ გადაივლის თავისით, ყოველ შემთხვევაში რაღაცამ უნდა მოადუნოს. ვისაც გაქვთ ეს პრობლემა, შაკიკი, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კისრის კუნთებს, კისრის ვენების მოდუნებას, რომ ტვინში მისულმა სისხლმა დროულად დატოვოს ტვინის ადგილი და სისხლძარღვები, არტერიები ისევ დაუბრუნენ თავის ბუნებრივ ზომას და არ მიაწვნენ ფიზიკურად ტვინს და ამით არ მოგაყენონ ტკივილი. იყავით ჯანმრთელნი.